მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ამ ვიდეოში მინდა გაგიზიაროთ თუ რა წამართვა, რა დამაკარგვინა ევროპამ. ერთ-ერთი შეკითხვა, რომელიც მეგობარმა Facebook-ზე დასვა იმ ხალხის მიმართ, ვინც უკვე ევროპაში ცხოვრობს, რას გვართმევს ევროპა, რომ გავუზიაროთ ხალხს. და მინდა მოგახსენოთ ამ პატარა ვიდეოში. ევროპამ ჩემი შიში და ეჭვები წამართვა. სანაცვლოდ კი მომცა თავისუფლება და საკუთარი თავის სიყვარული. ევროპამ პირველ რიგში შიში წამართვა, შიში მომავლის, ყოველდღიური არსებობისთვის ბრძოლის. აქ ჰუმანურ და სოციალურ გარემოში, სადაც სისტემა შენთვის არსებობს, აღარ მეშინია, რომ რაღაც დადგება გზაზე და შემაჩერებს. აქ მივხვდი, რომ ადამიანს აქვს უფლება იყოს დაცული, რომ ცხოვრება არ უნდა იყოს უწყვეტი გარდაჩენისთვის ბრძოლა. ევროპამ დაბალი თვითშებაცებაც წამართვა, რომელიც ბავშვობიდან შემორჩენილი მქონდა. ჩემს კულტურაში ხშირად ქალები მეორე ხარისხოვან არსებებად ითვლებიან, ყოველთვის სხვის ჩრდილში, სხვის გვერდით, მაგრამ აქ მე მივხვდი, რომ ქალი ვარ, არ ნიშნავს, რომ ნაკლები ვარ. პირიქით, ქალურობა ღირსებაა ჩემი სიძლიერის ნაწილი და ეს აქ ვისწავლე. მსხვერპლის როლიც წამართვა ევროპამ. ის როლი, სადაც საკუთარ თავს გარემოებებზე დამოკიდებულს ხვდიდი და ცხოვრებას სხვისი თვალებით ვუყურებდი. რა სიტყვის მოსკოვი. ახლა ვიცი, რომ მსხვერპლი არ ვარ, რომ ძალა ჩემშია. არა იმიტომ, რომ რაღაც დიდი გავაკეთე, არამედ იმიტომ, რომ ჩემი თავი მივიღე ისეთი, როგორიც ვარ. რა მომცა ევროპამ? ევროპამ მომცა თავისუფლება. თავისუფლება ვიყო ის, ვინც სინამდვილეში ვარ. აქ მიმიღეს ისეთი, როგორიც ვარ. ჩემ ნაკლოვანებებთან და სიძლიერესთან ერთად. აქ მე მივხვდი, რომ არ უნდა დავმალო ჩემი წარმომავლობა, არამედ ვიამაყო ქართველობით, რომელიც ჩემშია და ვიამაყო ჩემი ქალურობით, რომელიც ჩემი ძალაა. აქ ვისწავლე, რომ საკუთარი თავის სიყვარული და პატივისცემა ყველაფრის საფუძველია. სწორედ აქ ჩამომიყალიბდა ის შინაგანი სიმშვიდე, თუ მე ვცემ საკუთარ თავს პატივს, ამის შემდეგ შემიძლია ვაღიარო და დავაფასო სხვებიც. მათი განსხვავებული კანი, რელიგია, ეროვნული წარმოშობა, ცხოვრების გზა თუ სექსუალური ორიენტაცია. მე უკვე 10 წელია გერმანიაში ვცხოვრობ. გერმანული პოლიტიკური სისტემა, სადაც შეგიძლია იყო ის, ვინც ხარ. გერმანიის სისტემა დაფუძნებულია თანასწორობაზე, ჰუმანიზმსა და სოციალურ სამართლიანობაზე. აქ ყველანი ვსწავლობთ, რომ თითოეული ადამიანის უფლება აქვს იყოს ნამდვილი ისეთი, როგორიც არის და იცხოვროს თავისი შესაძლებლობების სრული გამოვლენით. აქ მაქვს შესაძლებლობა ვიყო თავისუფალი ადამიანი, უბრალო, ნამდვილ ადამიანად დარჩენა ჩემთვის აქ მიღებულია. ეს სივრცე არ განგშის შენი წარსულის, წარმომავლობის ან ცხოვრების არჩევანის გამო, თუნდაც იმისათვის, რომ ხარ უბრალო ადამიანი. აქ არ ხარ გოიმი, აქ არავინ გაყენებს შეურაცხყოფას იმის გამო, რომ ხარ განსხვავებული. აქ შეგიძლია ამაყად თქვა, მე ვარ ქართველი და ამისათვის დაფასებული იყო. აქ შეგიძლია იამაყო, რომ ხარ ქალი, ძლიერი და დამოუკიდებელი. ევროპა ნიშნავს მრავალფეროვნებას, ადგილი, სადაც თითოეული ეთნიკური, კულტურული და რელიგიური განსხვავებულობა პატივსაცემია, თანასწორობას, საზოგადოება, სადაც ყველას აქვს ხმა, ყველას აქვს უფლება და ყველა ღირებულია. ინკლუზიურობას, სივრცე, რომელიც უჭერს მხარს სიყვარულის, იდენტობისა და არჩევნის თავისუფლებას, განათლებას და განვითარებას, უწყვეტი შესაძლებლობა სწავლის, ზრდისა და ინოვაციისათვის. მშვიდობას, ისტორიის გაკვეთილების შემდეგ ევროპის მიზანია მშვიდობიანი ერთიანობა და კეთილდღეობა. ევროპელობა არის პატივისცემა საკუთარი თავის, ერთმანეთის და გარემოს მიმართ. ეს არის ერთიანობა მრავალ ფეროვნებაში. შენ შეგიძლია იყო ის, ვინც ხარ და ამით გაიზიარო სამყაროს სილამაზე. ევროპამ ბევრი რამ წამართვა, რაც ჩემს გულს და ცხოვრებას ტვირთად აწვა, მაგრამ სანაცვლოდ მომცა ის, რაც ბევრად უფრო ძვირფასია, საკუთარი თავის მიღება, საკუთარი ქალობისა და კულტურის სიყვარულის უნარი და სხვების პატივისცემა.
დღეს მე აღარ მეშინია. დღეს მე ვამაყობ, რომ ვარ ის, ვინც ვარ და ამისათვის მადლობელი ვარ. ევროპა თავისუფლების, სიყვარულის და ერთად ყოფნის სიმბოლოა. თავისუფლება იწყება შენი გულიდან. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.